კარგ რაღაცებს დროს ჭირდება. ცუდი რაღაცები თითქოს თავისით მოდის ცხოვრებაში და კარგი რაიმე რომ მოვიდეს ცხოვრებაში, ამისათვის დიდი ენერგია უნდა დავხარჯოთ. ნეტავ რაიმეს ხომ არ გვასწავლის ამით ღმერთი. ხე რომ მყარი იყოს, რა უნდა მოხდეს. მან ფესვები უნდა გაიგას, ხომ ასე არის? რატომ არ იზრდება 100 წლოვანი ხეები ერთ დღეში? იმიტომ რომ კონკრეტული დრო უნდა გავიდეს, რომ მან გაძლოს და გაუძლოს მრავალ წელს. შენ რომ ცვლილება გინდა, იცი ღმერთი ცვლილებას როგორ იწყებს და რო ლოცულობ ცვლილებაზე. შენ რომ ცვლილება გინდა რომ დაგეტყოს, ღმერთი ჯერ მოგინახულებს და შენ სიღრმეებში დაიწყებს ცვლილებებს, რომელსაც ვერავინ ვერ შეამჩნევს. თუ შენ დაფარულში გააგრძელებ შრომას, ღმერთიც გააგრძელებს შენთან ერთად შრომას და შენ შეისვლები ერთ დღეს რაღაც პერიოდის მერე და მიხვდები რომ ლოცვამ შედეგი გამოიტანა. ან შეგიძლია დანებდე და თქვა რომ ღმერთს არაფერი არ შეუძლია ჩემს ცხოვრებაში და ღმერთს მოქმედება დაწყებული ქონდა და ლოცვა ესეთი არის. უცებ შეიძლება პასუხი არ მოვიდეს, მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ ღმერთს მოქმედება დაწყებული არ აქვს და არ დაგავიწყეს რომ ლოცვა სულიერი ბრძოლა არის. შენ ლოცულობ და მტერი არის, რომელიც ასევე გეწინააღმდეგება. ლოცვის რამდენიმე ეტაპი არის. პირველი, 4 არის სულ. როგორ ვილოცოთ? დაიწყე ღმერთის განდიდება იმის გამო თუ ვინ არის იგი და იმ ყველაფრის გამო თუ რა გააკეთა მან. აი ესე დაიწყე ლოცვა. როგორც მამაო ჩვენოში არის. მამაო ჩვენო რომელიც ხარ ცატაშინა. დაიწყე იმის გააზრება თუ ვინ არის ღმერთი, ვის წინაშე დგახარ და ვის ესაუბრები. მეორე, მოინანიე და ფაქტიურად აღსარება ჩააბარე ღმერთს ყველაფერი იმის გამო, რაც შეიძლება შეგშლია. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ დიდებული ღმერთის წინაშე როცა გადაწყვეტ მისვლას, გესმოდეს ვის წინაშე მიდიხარ და გესმოდეს რომ უნდა მოინანიო მის წინაშე რომ მიდიხარ. რაიმე მანკიერი ხომ არ არის შენზე მოწებებული. უნდა გაიწმინდო მის მეშვეობით თავი. მესამე, გამოხატე მადლიერება, ილოცე ჯანმრთელობისათვის, ოჯახის წევრებისათვის, შენი მეგობრებისათვის და მეოთხე, ილოცე საკუთარ თავზე. რომ მეტად და მეტად გაზრიერდეს სულიერად. აი ეს 4 პატარა ნაბიჯი შეგიძლია გააპრაქტიკო. პირველი, როგორ უნდა ილოცო? პირველი, გაიაზრე ვის წინაშე დგახარ და ვის მიმართ ლოცულობ, გაიაზრე რომ დიდებული ღმერთის მიმართ ლოცულობ. მეორე, არ დაგავიწყდეს რომ ღმერთ შეუძლია გაპატიოს და პატიება ითხოვე იმ პატარ-პატარა დეტალებისთვის და სისუსტეებისთვის, რაც შენგან გამოდიოდა და ხედავდი რომ არ მოგწონდა. მესამე, მადლიერება გამოხატე და ილოცე შენი ოჯახის წევრებისათვის და მათი ჯანმრთელობისათვის და მეოთხე, ილოცე შენი საკუთარი თავისთვის რომ გაძლიერდეს სულიერად. იქნებ ვინმე ისეთიც გაგახსენდეს, ვინც ასევე სულიერად გაძლიერებას საჭიროებს და მადლობა გადაუხადე ღმერთს ყველაფრისათვის. აი ესე თუ დაიწყებ, ნელ-ნელა შენი ლოცვის პრაქტიკა და შენი ლოცვის ხარისხიც გაიზრდება.